ავირუსების ცირკულირებს და არის თუ არა გავრცელების პიკი კი ბატონო, პირველ რიგში, როდესაც ვირუსების გავრცელების დინამიკაზე საუბრობთ, აქცენტი გვაქვს, რა თქმა უნდა, გრიპის ვირუსზე, ვინაიდან ახლა ქვეყანაში მოცირკულირებულ ვირუსებს შორის გრიპი წარმოადგენს ყველაზე მძიმე ვირუსს, თავისი მიმდინარეობის, თავისებურების გათვალისწინებით, გართულებების რისკის გათვალისწინებით და ჰოსპიტალიზაციის რისკის გათვალისწინებით. ეს არის ყველაზე მძიმე ვირუსი ქვეყანაში, შესაბამისად, ძირითადი აქცენტი სწორედ გრიპის ვირუსის ცირკულაციაზე კეთდება. თუ შევადარებთ ბოლო 5 კვირის მონაცემებს, ის სტატისტიკა, რასაც გვადლებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ნათლად გვიჩვენებს, რომ ყოველკვირეულად გრიპის ვირუსის ხვედრითი წილი ლაბორატორულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის მატულობს. ეს მატება დაიწყო დეკემბრის მეორე ნახევრიდან, მაგრამ განსაკუთრებით მკვეთრი მატება გამოვლინდა იანვრის პირველ, მეორე და მესამე კვირას. ანუ იანვრის მთელი პერიოდი გრიპის ვირუსის მატების თვალსაზრისით იყო გამორჩეული და თუ დეკემბრის ბოლოს ჩვენ ვირუსების საერთო წილში გრიპის ხვედრითი შემადგენლობა 25% იყო, ეხლა უკვე 60%-ს მიაღწია. ანუ იანვრის მესამე კვირა, ეს არის უახლესი მონაცემები, იანვრის მესამე კვირას გრიპი უკვე ვირუსების საერთო განაწილებიდან ყველაზე მეტად 60%-ის შემთხვევაში ფიქსირდება. ძალიან მაღალი მაჩვენებელია, რაც ნიშნავს, რომ უხეშად რო ვთქვათ 10 ადამიანი და რომელსაც ყველა ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, მაღალი ტემპერატურა აქვს, სავარაუდოდ 6 არის გრიპით ინფიცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ეხლა მთელი ამ მატების პერიოდის განმავლობაში გრიპი თავისი გავრცელების მიხედვით მაქსიმალურ ციფრზეა. შენარჩუნდება თუ არა ეს ტენდენცია და იანვრის მეოთხე კვირა იქნება თუ არა მატება რთული საპროგნოზოა, მაგრამ ის დინამიკა, რაც იყო ნაჩვენები დეკემბრის მეორე ნახევრიდან, მიუთითებდა, რომ სწორედ იანვრის მეორე ნახევარი უნდა ყოფილიყო მაქსიმალური აქტიურობის პერიოდი, რაც ჯერჯერობით ესია. ამიტომ თუ ჩვენ შემდეგ კვირას იქნება უფრო მაღალი მაჩვენებელი, მაშინ შეგვეძლება თქვა, რომ ჯერჯერობით პიკი ქვეყანაში არ დამდგარა. თუ მომდენო კვირა, მეოთხე კვირა, იანვრისა და თებერვლის პირველი კვირა იქნება შედარებით შემცირებული, მაშინ შეგვეძლება თქვა, რომ პიკმა უკვე გადაიარა. თუმცა აქ მეორე არის მნიშვნელოვანი. გრიპთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია და ეს მატება მართლაც მიუთითებს, რომ ეხლა ქვეყანაში გრიპის თვალსაზრისით ყველაზე უფრო მეტად აქტიურ ფაზაში ვართ, მაგრამ თუ შევხედავთ საერთო მაჩვენებელს, ანუ 100,000 მოსახლეზე არის თუ არა მომატებული ასევე ინფიცირების ციფრი და მძიმე ინფექციების მაჩვენებელი, აქ ესეთი მკაფიო დინამიკა ნამდვილად არ არის. უფრო მეტიც წლევანდელი მონაცემები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იყო 2 წლის უკან. თითქმის იგივე მაჩვენებელია, რაც იყო შარშან, ასე რომ აქტიურობის მიხედვით წლევანდელი წელი 2024-2025 წლის სეზონი ნამდვილად არ არის გამორჩეული, თუ ბოლოს 3 წლის მონაცემებს შევადარებთ ერთმანეთს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ის რაც ჩვენთვის ახლა ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, ეს არის სწორედ გრიპთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები, გააგრძელებს თუ არა გრიპის შემთხვევების მატებას, თუმცა ის რაც ახლა ქვეყანაშია, მდგომარეობა მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, რომ სწორედ გრიპი გახლავთ დომინანტური ვირუსი და აქედან გამომდინარე ყველა ღონისძიება მკურნალობიდან დაწყებული, მკურნალობის ადგილით დამთავრებული, უნდა იფუძნებოდეს სწორედ ამ ინფორმაციას, რომ შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობის უკან იქნება გრიპის ვირუსი. და კიდევ ერთი ხშირად ისმება ეს კითხვა, რა ტიპის ვირუსია უფრო მეტად ახლა ქვეყანაში. ყველა წინა სტატისტიკა მკაფიოდ გვიჩვენებდა, რომ H1 ტიპის ვირუსი იყო ყველაზე მეტად გავრცელებული, აი ბოლო მონაცემი იანვრის მესამე კვირა მიგვითითებს, რომ პირიქით B ტიპის ვირუსის სიჭარბეა, თუ უფრო ზუსტი ციფრები გვინდა მოვიყვანოთ, 36% ახლა არის B ტიპის ვირუსი და 24% არის A ტიპის H1 ტიპის ვირუსი, რაც გვაძლევს ერთო ჯამში სწორედ იმ 60%-იან მაჩვენებელს, რაც ჯერჯერობით საქართველოში ყველაზე მაღალი ციფრია. ძალიან ხშირად არის ხოლმე ესეთი მითი, რომ A ტიპის ვირუსი ბევრად უფრო მეტად მძიმეა
B ტიპთან შედარებით, თუმცა კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით მათ შორის არანაირი განსხვავება არ არის, არც მკურნალობა, არც პრევენცია გრიპის ვირუსების ტიპების მიხედვით არ განსხვავდება. ეს არის გრიპი, ეს არის ის მთავარი ინფორმაცია, რაც უნდა ვიცოდეთ, როდესაც გრიპთან გვაქვს საქმე. ეს A ტიპის ვირუსია, H1-ია, H3-ია თუ B ტიპის ვირუსი, უფრო სპეციალისტებისთვის არის მნიშვნელოვანი და ამ კუთხით განსხვავება ნამდვილად არ არის. ორივე ახასიათებს იდენტური კლინიკური სიმპტომატიკა. ეს არის მაღალი ტემპერატურა, 38 და უფრო მეტი. ძლიერი თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, თვალების ტკივილი, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, ხველა, საერთო სისუსტე, მადის დაქვეითება, მცირე ასაკის ბავშვებში შეიძლება ღებინება და დიარეაც გამოჩნდეს, ასე რომ ეს სიმპტომატიკა დამახასიათებელია ორივე ტიპის ვირუსისთვის და აქ რაიმე განსხვავება კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით ნამდვილად არ არსებობს. იგივე სიმპტომები არის გრიპის შემთხვევაშიც, რა საერთო სისუსტე. დიახ, გრიპზე ვლაპარაკობ ახლა. ორივე A ტიპი და B ტიპის შემთხვევაში ერთი და იგივე სიმპტომები, არანაირი განსხვავება სიმპტომების შორის არ არის. რეკომენდაციების სახით თუ შევიწყვიოთ. რეკომენდაცია ალბათ იქნება ორი ტიპის. პირველი აქვს თუ არა აზრი ახლა ვაქცინის გაკეთებას. ეს არის ერთ-ერთი მთავარი კითხვა, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ვამბობთ ოქტომბრის ბოლო, ნოემბრის თვე არის იდეალური პერიოდი ვაქცინაციისთვის. მაგრამ როდესაც საქმე ეხება რისკის ჯგუფებს, რისკის ჯგუფებისთვის ვაქცინაცია არასოდეს გვიან არ არის, ვინაიდან მოსახლეობის ამ ფენას აქვს მაღალი ალბათობა გრიპით ინფიცირების შემთხვევაში დაავადების მძიმე მიმდინარეობის, ავადმყოფოში მოხვედრის, ამიტომ რისკის ჯგუფები ეს არის ორსულები, 5 წლამდე ასაკის ბავშვები, 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, მათთვის ეხლაც ვაქცინაციის ჩატარებას რა თქმა უნდა აზრი აქვს. ერთი განსხვავება იანვარში ჩატარებულსა და ნოემბერში ჩატარებულ ვაქცინაციას შორის არის ხაზგასასმელი. ჩვენ ეხლა ვაქცინის გაკეთების შემთხვევაში აუცილებლად უნდა დავიცვათ თავი შესაძლო ინფიცირებისაგან ვაქცინის გაკეთებიდან 2 კვირის განმავლობაში. ვინაიდან 2 კვირის შემდეგ გვაძლევს ვაქცინა ვირუსის საწინააღმდეგო დაცვას და ეს 2 კვირა მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ გრიპით ინფიცირებას. ეს არის აუცილებლად ნიღბის ტარების ვალდებულება, დისტანციის დაცვა, ხელების ჰიგიენა, კონტაქტებისაგან თავისარიდება. თუ ჩვენ მოვახერხებთ 2 კვირიანი პერიოდის განმავლობაში ამ რეკომენდაციების შესრულებას, მაშინ რა თქმა უნდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას რისკის ჯგუფებისთვის აზრი აქვს. ჩვენ ველოდებით გრიპის შემთხვევებს თებერვალშიც, მარტშიც, შესაძლებელია აპრილშიც გაგრძელდეს, ასე რომ მომდენო პერიოდის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ამ ადამიანებმა ეს შესაძლებლობა უნდა გაითვალისწინონ. რაც შეეხება მეორე რეკომენდაციას, ეს უკვე მკურნალობას ეხება, გრიპი მიეკუთვნება იმ ვირუსების კატეგორიას, რომლის საწინააღმდეგო ეფექტური ანტივირუსული საშუალება არსებობს. მაგრამ აქ ერთი მთავარი პირობა უნდა იყოს დაცული, ამ საშუალების ოზელტამივირი ქვია ამ პრეპარატს გამოყენების ეფექტურობა მაქსიმალურად მაღალია დაავადების დაწყებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში. რა თქმა უნდა, შემდეგ დღეებშიც აზრი აქვს მის გამოყენებას, მაგრამ მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა სწორედ პირველი 48 საათის მანძილზე. ამიტომ ისევ ხაზგაუსმამ რისკის ჯგუფების წარმოადგენლებმა გრიპით საეჭვო ნიშნების პირველივე შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს, უნდა მიმართონ პედიატრს, ვინაიდან უნდა გადაწყვიტოს პედიატრმა და ოჯახის ექიმმა არის თუ არა გრიპის ვირუსი და არის თუ არა ამ შემთხვევაში საჭირო ანტივირუსული პრეპარატის დაწყება. ეს არ გახლავთ სიცხის დამწევის საშუალება, რომ ყველამ მიიღოს. ეს არის სპეციფიური ანტივირუსული პრეპარატი და მისი გამოყენების რეკომენდაცია უნდა მოდიოდეს მხოლოდ ექიმის მხრიდან. ამიტომ თუ თქვენ მიეკუთვნებით რისკის ჯგუფს და აღენიშნათ ის სიმპტომები, რომელიც ზემოთ ვისაუბრეთ, სასურველია რომ პირველივე დღეს თქვენი მკურნალი ექიმი იყოს საქმის კურსში და მიიღოს მან გადაწყვეტილება დავიწყებთ თუ არა ანტივირუსულ პრეპარატს. დანარჩენი საშუალება მკურნალობის ყველასათვის კარგად არის ცნობილი, გრიპისათვის დამახასიათებელი სიმპტომებიდან გამომდინარე, მაღალი ტემპერატურა და ტკივილი, ჩვენ უნდა მივიღოთ ის საშუალება, რომელიც იქნება ეფექტური ტემპერატურის დასაწევად და ტკივილის წინააღმდეგ. ეს საშუალებები კარგად არის ყველასათვის ცნობილი, ბავშვებში ეს არის პარაცეტამოლი და იბუპროფენი, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება, მოზრდილებში არჩევანი გაცილებით უფრო მეტია, ოღონდ ორივე ასაკობრივ ჯგუფში სასურველია ერთი პირობის დაცვა, მინიმუმ 6 საათიანი ინტერვალი უნდა დავიცვათ სიცხის დამწევის საშუალების მიცემას შორის და აუცილებლად უნდა იყოს ეს ინტერვალი შენარჩუნებული, მიუხედავად ტემპერატურა რჩება თუ არა მაღალი. გრიპს სწორედ ეს ახასიათებს, შეიძლება თქვენ დამწევი მიიღოთ, მაგრამ რამდენიმე საათში ისევ მოიმატოს ტემპერატურამ და არანაირად არ არის გამართლებული ყოველ 2-3 საათში ამ მედიკამენტების მიცემა, ვინაიდან ჰიპერდოზირებამ შეიძლება გარკვეული გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს.
და მეორე უნივერსალური რეკომენდაცია სიცხის დამწევთან ერთად დიდი რაოდენობით სითხის მიღება. თბილი სითხეები უფრო მეტად სასურველი, ეს იქნება ჩაი, ეს იქნება ახალმომზადებული კომპოტი თუ წვენი, მინერალური წყალი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ სითხის დამატებითი მიღება პლუს სიცხის დამწევი პრეპარატები, პლუს სახლის ოთახის ხშირი განიევება, ხელების ჰიგიენა იქნება ის, რაც ეხლა ყველაზე მეტად დაგვჭირდება გრიპით ინფიცირების შემთხვევაში. ჰოსპიტალიზაციის კუთხით რა ვითარება პრობლემა? ჰოსპიტალიზაციის კუთხით ჩვენ თქვით, რომ 5 წლამდე ასაკის ბავშვები მიეკუთვნება რისკის ჯგუფს. რა თქმა უნდა, როდესაც გრიპის შემთხვევების რაოდენობა მესე მოიმატა, მკვეთრად გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. ვიაშვილის კლინიკაში ჩვენ ერთი დეპარტამენტი მთლიანად დაუმატეთ ჩვენი სტრუქტურულ შემადგენლობას, ვინაიდან 25 საწოლი არ აღმოჩნდა საკმარისი და კიდევ ერთი 25 საწოლიანი დეპარტამენტი გამოვათავისუფლეთ ესეთი ბავშვების მისაღებად. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მკვეთრად არის გაზრდილი და ესეც უნდა იყოს, ვინაიდან გრიპი ძირითადად მძიმე მიმდინარეობის გამო საავადმყოფოში უნდა იყოს ესეთი ბავშვების მართვა გრიპის დროს და შესაბამისად ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაზრდილია. საბედნიეროდ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ჩვენი კლინიკის მონაცემებით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა ყოველ წელს ქვეყანაში ესეთი შემთხვევები აღინიშნება, ეს სტატისტიკა ჩვენ არ აგვაქვს, მაგრამ პედიატრიულ სტაციონარში იაშვილის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, ყველა შემთხვევის მართვა მოხერხდა, იმიტომ რომ ერთიც აუცილებლად მინდა აღვნიშნო, ძალიან იშვიათია ახლა გვიანი მომართვიანობის შემთხვევები, პირიქით. მშობლების აბსოლუტური უმრავლესობა რეალურად აფასებს სიტუაციას და მაღალი სიცხისა და ხველის შემთხვევაში სწრაფად მიმართავს ექიმს, ასე რომ პრაქტიკულად დაგვიანებული მომართვიანობის შემთხვევები ჩვენთან არ არის. ბოლო 3 კვირის განმავლობაში COVID-ი მხოლოდ 1 კვირის სტატისტიკის მონაცემებში მოხვდა, ასე რომ კორონავირუსი ახლა ნამდვილად არ არის აქტიური, ის ციფრიც, რომელიც დაფიქსირდა 1 და 2%-ის ფარგლებში იყო, ასე რომ ახლა იანვრის თვეში კორონავირუსი არ ფიქსირდება მესამე კვირას ქვეყანაში, თუმცა რა თქმა უნდა, ეს შემთხვევები იქნება, მაგრამ იმდენად ცოტაა, რომ მათი იდენტიფიცირება ლაბორატორიული კვლევით ვერ მოხერხდა, ასე რომ კორონავირუსის თვალსაზრისით აქტიურობა ნამდვილად არ ვლინდება.